მე ვარ ანა მარია რევაზიშვილი, 12 წლის. სწავლობ შვაღელის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, სიმღერა და კულინარია. ამ სამიდან ყველაზე მეტად მომწონს მუსიკა. დავდივარ ორ სტუდიაში, ერთში მღერი და ერთში ვუკრავ. ვუკრავ ფანდურზე და კიდევ მინდა ვუკრავდე გიტარაზე. თავიდან ყველაზე მეტად გამიჭირდა მარცხენა თითების სიმებზე დაჭერა. ძალიან რთული იყო და მეთკინა. 3 საათი დამჭირდა აკურდების სასწავლო და თითების მისაჩვევად. მარჯვენა ხელის ჩამოკრა გამიადვილდა და ახლა ვიცი ორი მთავარი ჩამოკრა. ძირითადად სწავლობ ქართულ ხალხურ სიმღერებს. ჩემი ნება რომ იყოს ამ ორ სტუდიას გავაერთიანებდი. სიმღერა ძალიან მიადვილდება და მღერი ბავშვობიდან. ჩემი საყვარელი სიმღერაა ჩამჭირდე ხელი. ჩამჭირდე ხელი შენთან მინდა. ბევრჯერ მქონდა სკოლაში კონცერტი, სადაც კიდეც მღეროდი და კიდეც ვუკრავდი ფანდურზე. ჩემი გეგმა არის, რომ ფანდურზე კიდევ დიდხანს გავაგრძელო სწავლა და მუსიკასაც მინდა რომ გავუყრი და ცნობილი ადამიანი გავხდე. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე მომღერალი და ვიმღერო დიდ სცენაზე. ჩემს პირველ კონცერტს ვისურვებდი იტალიაში. მიყვარს ჩემი სკოლა იმიტომ, რომ მყავს მეგობრული და საყვარელი კლასელები და ასევე ძალიან კარგი მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ბარბარე ბარამიძე. ყველაზე ჭკვიანები ვართ მე და ანა თურმანიძე. ყველაზე მშვიდია ლუკა ფუტკარაძე. ყველაზე ცელქია დათო ნარიმანიძე. მე ვარ ყველაზე ცნობის მოყვარე, ბეჯითი და ცოტა გაუგებარიც. ჩემი საყვარელი საგანია ბუნება. საყვარელი მასწავლებელია კეთინო სეფერთელაძე. იმიტომ რომ არის ძალიან მეგობრული, მხიარული და კეთილი. ყველა ბავშვს თანაბრად უყვარს ალბათ. ახლა მინდა ვიყო 2 წლის, რადგან მინატრეა ბაღი და ჩემი ბავშვობა. ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 9 წლის ასაკში. მომწონს დიდი რომ ვარ, მაგრამ უკვე მენატრება ბავშვობა. სახლში ცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო, ბებია, ბაბუა, ძმა, დადა, რძალი. კიდე მინდა მყავდეს 2 ძმა. მყავს ძალიან კარგი და-ძმა, ზოგჯერ ნერვებს მიშლიან, ზოგჯერ კი თავს მევლებიან. კიდე მინდა მყავდეს 1 ძმა. მამიკო არის ძალიან მზრუნველი, კეთილი, საყვარელი და ჭკვიანი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ძალიან ლამაზი, კეთილი, ჭკვიანი, მზრუნველი და საყვარელი. კიდევ არის ძალიან კარგი დიასახლისი. სურავს ჩვენზე, ალაგებს სახლს და აკეთებს გემრიელ საჭმელს. ყველაზე კარგად გამოსდის დესერტების მომზადება. დედიკოს წყალობით მეც უკვე კარგი დიასახლისი ვარ. სახლის დალაგება ზოგჯერ მეზარება, მაგრამ საჭმლის გაკეთება მიყვარს. პირველად საჭმელთან გავაკეთე ვიყავი 8 წლის. მაშინ დედის დახმარებით გამოვაცხვე ნამცხვარი. ახლა ყველაზე კარგად გამომდის ტორტების გამოცხობა. საჭმელებიდან ყველაზე კარგად ვაკეთებ ჩქმერულს. ალბათ იმიტომ რომ ეს არის ჩემი საყვარელი საჭმელი. მიყვარს კითხვა თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნი არის საიდუმლო ბაღი. ეს წიგნი არის ერთ გოგონაზე, რომელიც ცხოვრობს ბიძიასთან ერთად სახლში, არის ობოლი და ბოლოს გამოიკვლევს ერთ საიდუმლო ბაღს, რომელიც აქვს ბიძიას. ძალიან საინტერესო წიგნია და ყველას გირჩევთ წაიკითხოთ. მე ასევე მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია უბრალოდ დაამატე წყალი. სიამოვნებით ვითამაშებდი ამ ფილმში მთავარ როლს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ჩემს სოფელს გავხდიდი პარიზზე უფრო ლამას. მეორე ფული რომ მქონდეს, ვიყიდი ვილას, მანქანას და ავიწყობდი ცხოვრებას. კიდევ აუცილებლად დავეხმარებოდი გაჭირვებულებს. პირველ რიგში დავეხმარებოდი უსახლკარო მოხუცებს. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვისთან ერთად ვიცხოვრობდი უკაცრიელ კუნძულზე. მე უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრობდი ჩემს დაქალ თარა მახარაძესთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. დროში მოგზაურობა რომ შეეძლო, სად იმოგზაურებდა და როდის? მე მაგალითად ვიმოგზაურებდი 21 საუკუნის 50-იან წლების საქართველოში. ჩემი ოცნების საჩუქარია ბოლო მოდელის თეთრი BMW. ბედნიერება არის კარგი მეგობრები, სიმღერა, კულინარია და ჩემი ლამაზი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.